ანსამბლი ჯვართა შეიქმნა 2022 წლის სექტემბერში. მამა გიორგი სახვაძის ხელშეწყობით, ჩვენი წინამძღვარია მამა გიორგი სახვაძე. გალობა სიმღერა ჩვენთან არის სრულიად უფასო. ასევე ამ სკოლაში შეისწავლება სხვადასხვა წრეები, რომელიც არის გიტარის წრე, მედავითნეობა და სიმღერა გალობის გაკვეთილები. ანსამბლის რეპერტუარი ფიქრობ, რომ არის ძალიან მრავალფეროვანი, მოვიცავთ თითქმის ყველა კუთხის სიმღერებს, მაგრამ გამოვყოფთ მეგრულ სიმღერას, რადგან ჩვენ თვითონ უფრო კარგად მოვირგეთ ეს კუთხე. გალობას რაც შეეხება, აბსოლუტურად ყველა სკოლას ვიხევით აქაც, უბრალოდ ძირითადად მაინც გელათის სკოლას ვანიჭებთ უპირატესობას, რადგან უფრო მარტივია შედარებით. რაც შეეხება ბავშვების ათვისებას, თავიდან ვიწყებთ ჩვენ ზოგადად ჩანაწერის მოსმენით აუცილებლად. რამდენჯერმე მაინც ვისმენთ გაკვეთილზე, შემდეგ ცალ-ცალ ვამუშავებთ თითოეულ ბავშვთან და შესაბამისად, როცა ხვდები, რომ რაღაც დონეზე უკვე იციან, მის შემდეგ ვუშვებ სახლში, ასე ვთქვათ, დავალებებით დახუნძულს. სახლში აუცილებლად ისმენენ დავალებებს და შემდეგ ესე გავდივართ შედეგზე ნელ-ნელა. ანსამბლი ჯვართას მნიშვნელოვანი მიღწევა ეს არის საგუნდო ფესტივალზე წარმატებით წარვდგით მეორე ტურში და ავიღეთ ვერცხლის медаლი. დიდი მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ ფესტივალის დაარსებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ასეთ მსგავს კონცერტებზე. თბილისის ფოლკლორულ ფესტივალს ვუხდი დიდ მადლობას. გამარჯობა. მე ვარ ლილე. ვარ 13 წლის და ძალიან მიყვარს გალობა და სიმღერა. მიხარია რომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ კონცერტებზე და ვმღერი. ჩემს სახელია მარიამ კაპანაძე. ვარ 12 წლის. ეს გუნდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მასწავლებელიც ძალიან საყვარელია. ის როგორც მასწავლებელი არა, როგორც მეგობარია ყველა ჩვენთვის. ბევრი მოგონება გვაქვს ერთად შექმნით ჩვენ მეგობრებს და ჩვენ მასწავლებელს. ვართ გასულები ბევრ კონცერტზე, ჩაგვიტარებია ტურები და ასე შემდეგ. ბევრი რამე გვაქვს გატარებული ერთად და ბევრ რამეს ვიცი რომ გავატარებთ ერთად და ძალიან მიხარია რომ ამ გუნდში მოვხვდი.